Გუგა ენგურის ხიძზე ვიმყოფებით ახლა ადგილას, რომელიც უკვე 32 წელიწადია სიმბოლოა. აქედან დაახლოებით 5 კილომეტრში უკვე აფხაზეთია, საქართველოს ტერიტორია, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო სახელმწიფო მართავს. ჩვენ დღეს შევეცადეთ გავსაუბრებოდით ადამიანებს, რომელიც ენგურის ხიძზე გადმოდიოდნენ, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. კამერის მიღმა კი გაგვიმარტეს, რომ ეშინიათ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო ხელისუფლების, რადგან ისინი მათ პასუხს მოთხოვენ იმის გამო, რომ კომენტარს ღიად აკეთებენ და საუბრობენ იმ პრობლემებზე და იმ ომზე, რომელიც მათ გააშორა საქართველოს. ომის დღეებს როგორ გაიხსენებთ? შედათ რა კარგი არაფერი არის. შედათ. გამარჯობა, 27 წელი გავიდა დღეს ომზე, როგორ გაიხსენებთ? 27 წელი გავიდა დღეს სოხუმის დაცემის დღიდან, როგორ გაიხსენებთ ომის დღეებს? საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმყოფებოდა ენგურის ხიდზე რამდენიმე წუთის წინ და მან გააკეთა კომენტარი, რომ მხოლოდ მშვიდობით არის შესაძლებელი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. მან ხსოვნა მიაგო გარდაცვლილების სულებს და თქვა, რომ ეს არის გლოვის დღე და 27 სექტემბერი საქართველოს არასოდეს დაივიწყებს. დღეს არის გლოვის დღე და ამ გლოვის დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ გარდა მშვიდობისა არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ჩვენ ერთად შეიძლება ვიცხოვროთ. მშვიდობა არის ერთადერთი, რომელმაც ჩვენ ომით დაკარგული უნდა დაგვარბურნებინოს და ეს არის ჩვენი ნდობა ერთმანეთის მიმართ და ჩვენი ურთიერთობა. ენგურის ხიდი რჩება სიმბოლოდ, როგორც ტკივილის და იმედის, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში და საკუთარ ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მალე. ეს იყო დავით სორდია.